ირმის ყვირილობა ჯერ შორს იყო და მაინც დახეტიალებდნენ თრიალეთის ტყეებში გლახუნა და პიპა. მეტწილად მეჯოგეების კარვებში ათებდნენ ღამეს. ხანაც ერთ ნაპარტახალ ქოხს შეეხიზნებოდნენ სოფელი იწროში. ხმას არავის სცემდნენ, არც თუ ვისმეს უმხელდნენ თავიანთ ვინაობას. ერთ დილით მეჯოგის კარავში მწოლარე ირმის ბღავილმა გამოაღვიძა გლახუნა. წინა დღის ნარბენს ისე მაგრად მოკიდებოდა ძილი, მცხეთის სასახლეში ეგონა თავი. გვერდი იბრუნა და განაგრძო თვლემა. მეორე დაიქუხა ირემმა, შეკრთა და წამოარდა მძინარე. პიპა გააღვიძა საჩქაროდ, ყურშა იაიყოლიეს და მიჰყვნენ ირმის ბღავილს. უშიშარაიზზე უძაღლოთ მიდიოდა. სწორედ იგი გადააწყდა ირემს. ესროლა ის არის, მაგრამ დააცთინა. გლახუნა ფურს გამოუდგა. ნაშვა დღემდის დიეს ირემს პატრონმა დაძაღლა. ორგზის შემოაბრუნა მადევარმა. ბოლოს დაეცა მძიმედ დაჭრილი ნადირი. როცა გლახუნა მიეახლა, ირემი იწვა წინა მუხლებზე დაჩოქილი. დრუნჩი მიწაზე დაედო და საწყალობლად ხნეშოდა ფური. მონადირეს უნდოდა დაეკლა წესისამებრ. სატევარი ამოიღო, მაგრამ ისეთი მშვენიერი და უმწევო იყო ცხელი. ისევ ჩააგო გლახუნამ იარაღი ქარქაში. ქარაფზე გადადგა, უძახა უშიშარისძეს. არსად შამდა იგი. ახლა ხეზე გავიდა, უყივლა, უსტვინა. ამაო იყო ყოველივე. იფიქრა, ავიყვანო ხელში. მოეჭიდა ირემს, მართლაც ატარა მცირე მანძილზე. ბოლოს ეტკინა ირემს ჭრილობა, დაიბღავლა. ორივენი დაეცნენ მიწაზე და სწორედ ამ დროს გაესკონა ნაწლავი გლახუნას. წამოდგომა დააპირა და წელი ვერ გამართა. მერე თავი მიადო, ჯერაც მსუნთქავსა და თბილ ცხოველს. იამა მისი საამურის სუნი. სიკვდილი მოვიდაო, გაიფიქრა გლახუნამ. თანაც იგონებდა ბედნიერ წუთებს შორენასთან კვეტარის ციხეში გადარებულს. ბოლოს მოუსწრო პიპამ. ბავშვით აიყვანა მომაკვდავი მეფე. ირემი ტყეში დასტოა და ძლივს მიათრია იწროში. გახადა სამოსი. გაოცდა, როცა ნახმლევებისაგან დაჩეხილი სხეული ნახა, სავსებით ახალგაზრდა ვაშკაცის სხეული. უზელდა მუცელს, ასე ეგონა ძარღვი გაესკონა, მაგრამ შენიშნა უარესად ხდებოდა მეფე. მკვდრისფერი დაედო სახეზე. თვალები დახუჭა. მერე ისევ შეუწითლდა ლოყები. თვალი გაახილა და პირაღმა მწოლარემ დაიძახა. პიპა, ამ სახლში ხომ არავინა შენს მეტი, არავინა მეფე ბატონო. კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ ესწრება ჩემს სიკვდილს. რა დროს სიკვდილია, რა საბრძანებთ, მეფე ბატონო? არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ყველას, ვინც მოიკითხოს, ბაგრატ უფლის წულს და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა. მე მრავალი ცოდვა მიმიწყვის ამ ქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაშკაციც ვიყავი, შიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინო და ხვიერის ფესვის, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიცა, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატნია, პიპა. ჩვენი სამეფოს უბედურება ეგაა,
ჩვენში მოღალატენ ისჭარბობენ ერთგულებს, განათუ სხვისი საკუთარი თავის ხალხის მოღალატე. კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვრებში ნახევარი ბიზანტიელებს ახავთ შესყიდული და ნახევარი სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინახავს, რა გაამარჯვებია? თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მას მაკედონელიც ვერას უშველის. იპა სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები აფხაზს მეძახდნენ, ხოლო აფხაზები ქართლელების მსტოვარს მიწოდებდნენ ბაგრატონ ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ იპა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოსები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეთრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპა ჩემი გურგენ მაგისტროსი, მამა ჩემი დავით კურაპალატი და ცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს ბაგრატს მაგისტვის წავეკიდე. ჩვენი უბედურება ისაა, სხვის ფანდურზე გვიყვარს ბუქნაობა, ამიტომაც მუსრს ავლებენ საქართველოს. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა პიპა, ამიტომაც მშვენიერს უცხოს უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს ბერძნულს. სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები პიპა. ეგაა ოღონდ სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებოდ. მეც მჭირდა ექსენი პიპა. სიმთვრალეში მოაკლევინე ფხოელებს დედა ჩემი ზმისწური გირშელ თრიაკით მთვრალ. ოდითგანვე ასე მოგზდევს ქართველებს, მუდამ ჩვენ სიმცირეს მივტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები. მცირე ხანს დადუნდა თვალდახუჯული, უცნაურად დაემანჭა სახე, ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერე გაახილა თვალი და უთხრა უშიშარაიზდეს. პიპა, ხუდელთაგანი მომგვარე ვინმე, მი არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალოდ დიაკვანის პუტუნი მენატრება. პიპა, გავიდა უშიშარაიზდზე, ვიღაც ახმახი დიაკვანი გამოსძებნა სოფელში. როცა გიორგის სამყოფელოს მიეახლა, გამოექცა დიაკვანს, სვეტს მიაყდნო და ზლუქუნებდა ეს ვება ვაშკაცი ბნელში. თავზე წამოადგა დიაკვანი მამაკოდავს. ცალხელში დავითნი ეჭირა, ცალხელშიაც ამთებული კელაპტარი და პუტუნებდა. ღმერთო სულთა და ყოველთა ხორციელთაო, რადგან სიკვდილი განაქარვე, ეშმაკი დათრგუნე და
ცხოვრება სოფელსა მიანიჭე შენ უფალო, განუსვენე სულსა მონისა ამის შენისასა. სახელი და გვარი გამოსტოა, რადგან არც კი იცოდა თუ ვის უკითხავდა სულთათანას. ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსვენებულსა, ყოველნი ცოდვაი ამის მიერ ქმნილნი საქმითნი, სიტყვითნი, მოგონებითნი, ვითარცა კაცთ მოყვარემან ღმერთმან შეუნდენ რამე თუ შენ უცხო ყველასგან ცოდვისახარ და სიმართლე შენი სიმართლეა საუკუნო და სიტყვა შენი ჭეშმარიტ. გიორგი იწვა გულზე ხელ და კრეფილი, ხოლო ზემოთ უჩი უტოკავდა ნელა, სულ ნელა თითქოს ეჩურჩულებოდა ვიღაცას. წაიბუტბუდა. მომიცადე დედა, მომიცადე. პიპას ლუქუნი შემოესმა გარედან, თვალი გაახილა, დიაკვანი უში შარაისზე ეგონა, ხოლო ანთებული კელაპტარი ცეცხლის ფრქველი ხმალი. რა გატირებს, დამკარი შეუხვთო ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება. პიპა ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები ამ ქვეყნად. როცა ქუთაისში ასაფლეებდნენ, მის ცხედარს საშინელი წვიმა იყო და ქარი ქროდა. პირველად ერთ მესაფლეეს წამოწდა სიმართლე მისი უთავჟამო და ბობოქარი ცხოვრების გამო. როცა მოტირალები, დიდებულები და მოსეირენი წამოვიდნენ, მოხუცმა მესაფლეემ ასე უთხრა ახალგაზრდა: არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი.